მოდით დღეს ჩავყვინთოთ ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ, თუმცა რატომღაც ხშირად მივიწყებულ ეპიზოდში, რომის პირველ ომში კავკასიაში. აი, თავარი კითხვაც ეს არის. როგორ მოხდა, რომ რომის უძლეველი ლეგიონები აღმოჩნდნენ მათთვის ცნობილი სამყაროს უკიდურეს ზღვარზე, კავკასიის მთების ძირში? ეს არის ამბავი იმპერიების გრანდიოზულ შეტაკებაზე, კონკრეტულად კი რომის პირველ დიდ სამხედრო კამპანიაზე ძველ საქართველოში, ანუ მაშინდელ ქართლის სამეფოში. იმის გასაგებად თუ რატომ დაადგა რომი ქართლს, ჯერ აღმოსავლეთით უნდა გავიხილოთ. სწორედ იქ ხავდა რომს თავისი ყველაზე შეუპოვარი, ყველაზე სახიფათო და ალბათ ყველაზე საჯულოველი მტერი. 10 წლეულების განმავლობაში პონტოს სამეფო და მისი უაღრესად ამბიციური მეფე, მითრიდატე V6, რომის ნამდვილი თავისტკივილი იყო აღმოსავლეთში. ის უბრალოდ კი არ აფერხებდა რომის ექსპანსიას, არამედ გამუდმებით უქმნიდა საფრთხეს მის უკვე არსებულ სამფლობელოებს. და იცით, ეს არ ყოფილა ერთი კონფლიქტი. ეს იყო 3 სასტიკი ომის მთელი სერია, რომელიც თითქმის ერთი თაობის განმავლობაში გაეწელა. ამ ომებმა რომის რესურსებიც და მოთმინების ფიალაც ფაქტობრივად ბოლომდე გამოფიტა. ამ გაუთავებელი ომით დაღლილმა და სიმართლე გითხრათ საკმაოდ იმედგაცრუებულმა რომმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო საქმეში თავისი საუკეთესო კოზირი ჩაერთო, თავისი დროის ყველაზე ცნობილი და წარმატებული გენერალი. პომპეუს მაგნუსი, ანუ როგორც მას იცნობდნენ პომპეუს დიდი, ის თავისი დროის ნამდვილი სამხედრო სუპერვარსკვლავი იყო. რომ მამას მითრიდატეს საფრთხის საბოლოოდ აღმოსაფრთხებლად მისცა თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება. და მითრიდატეს მთავარი არმიის განადგურების შემდეგ რომში ალბათ ყველას ეგონა, რომ ომი დასრულდა. მაგრამ აი სწორედ აქ გადადგა პომპეუსმა სრულიად მოულოდნელი, შეიძლება ითქვას წარმოუდგენელი ნაბიჯი, მან თავისი ლეგიონები ჩრდილოეთით ქართლის უცნობ და ლეგენდებით მოცულ მიწებზე დაძრა. მისი ლოგიკა იცით ძალიან მარტივი და ამავდროულად დაუნდობელი იყო. სრული გამარჯვება მისთვის ნიშნავდა არა მხოლოდ მტრის ჯარის განადგურებას, არამედ მისი ყველა პოტენციური მოკავშირის განეიტრალებას და გაქცევის ყველა შესაძლო გზის გადაკეტვას. და სწორედ აქ შეეჯახა ერთმანეთს ორი სრულიად განსხვავებული სამყარო. ეს იყო კონფლიქტი, სადაც ორივე მხარეს აბსოლუტურად სხვადასხვა ეგზისტენციალური მიზნები ამოძრავებდა. ერთ მხარეს იყო გლობალური იმპერიის სტრატეგიული ინტერესები, მეორე მხარეს კი პატარა სამეფოს ბრძოლა უბრალოდ გადარჩენისთვის. მაგრამ საიდან ვიცით ეს ყველაფერი ასეთ დეტალურად? ჩვენი მთავარი წყაროები ანტიკური ხანის ისტორიკოსები არიან, რომლებმაც ამ ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს დრამატული შეჯახების ამბავი შემოგვინახეს. კერძოდ, რომაელი ისტორიკოსების დიონ კასიოსისა და პლუტარქეს ჩანაწერები ყვაძლეს იმის საშუალებას, რომ მეტნაკლები სიზუსტით აღვადგინოთ თუ რა მოხდა შემდეგ. აი, როგორც პლუტარქეს ჩანაწერებიდან ჩანს, პომპეუსთვის ეს არ იყო უბრალოდ მტრის დევნა. ხვდებით, ის ამ ლაშქრობას განიხილავდა როგორც სტრატეგიულად აუცილებელ ნაბიჯს, რათა მთელი ეს რეგიონი რომის გავლენის ქვეშ მოექცია. ეს კამპანია შეიძლება ხანმოკლე იყო, მაგრამ ნამდვილად გამანადგურებელი გამოდგა და მისმა შედეგებმა კავკასიის პოლიტიკური რუკა არა უბრალოდ შეცვალა, არამედ შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა. და აი, თავარი დასწყვეტა. ერთი სწრაფი და დაუნდობელი კამპანიით პომპეუსმა მანამდე სრულიად დამოუკიდებელი სამეფო ფაქტობრივად რომის ორბიტაზე მოაქცია. ამან რეგიონში ძალთა ბალანსი ფუნდამენტალურად და სამუდამოდ შეცვალა. და ეს 2000 წლის წინანდელი ისტორია, იცით, ბრწყინვალედ ასახავს ძალაუფლების, სტრატეგიისა და გადარჩენის მარადიულ დილემას. ეს არის კითხვა, რომელიც დღესაც თანამედროვე გეოპოლიტიკაში ზუსტად ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ იყო კავკასიის მთებში.